იტალიაში ქურდობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს. მედიის ცნობით 50 წლის კაცი ბინაში შეპარვას აპირებდა, რა დროსაც ის მეპატრონემ კამერაში შენიშნა და პოლიციას გამოუძახა. საქართველოს მოქალაქე ადგილზევე დააკავეს. ჩხრეკისას დაკავებულს დანა და სხვადასხვა ხელსაწყოები აღმოაჩნდა. ირანისა და რუსეთის საზღვაო ძალები კასპიის ზღვაში ხვალიდან ერთობლივ წვრთნებს იწყებენ. წვრთნები 3 დღე გაგრძელდება. რუსეთში დღეს საგანგებო ვიზიტით ჩავიდა აიათოლა ალი ხამენეის უფროსი მრჩეველი. ალი ლარიჯანმა პუტინს ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო არსებული ვითარება გააცნო. ბულგარეთში 206 კილოგრამი კოკაინი ამოიღეს. ნარკოტიკის ჯამური ღირებულება 20 მილიონი ევროა. სასაზღვრო სამსახურის ცნობით კოკაინი ბელგიური სანომრე ნიშნის ფურგონით თურქეთისკენ გადაჰქონდათ. 179 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი 5 ჩემოდანში იყო გადანაწილებული. დაკავებულია 3 პირი, მათ შორის ბელგიაში აკრედიტებული კონგოელი დიპლომატი. რუსეთის ლოჯისტიკა უნდა დაზარალდეს ამ ომის გახანგრძლივების საპასუხოდ, აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი. ზელენსკის ცნობით უკრაინის თავდაცვის სამინისტრო და ეროვნული უშიშროების საბჭო ამჟამად დრონების წარმოება მიწოდების დამატებითი დაფინანსების გეგმაზე მუშაობენ. მომავალ კვირაში კი ახალი კონტრაქტები გაფორმდება.